ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოზურგეთის ოფისში ჟურნალისტებთან შეხვედრა საარჩევნო ცვლილებებსა და მედია რეგულაციებს მიეძღვნა. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ შეხვედრა მასმედიის წარმომადგენლებთან არჩევნებში მათ უფლებებთან დაკავშირებით გაამართა. შეხვედრაზე წინა საარჩევნო კამპანიის კენჭისყრის დღის პროცედურების განხილვასთან ერთად ყველა ის ცვლილებაც იქნა განხილული, რაც 2013 წლის 27 ოქტომბრის საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებისთვის საარჩევნო კოდექსშია შეტანილი. ზოგიერთი საარჩევნო პროცედურის განსაზღვრის შესახებ საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიის 2012 წლის 24 სექტემბრის დადგენილების შედეგად კი წინა წლისგან განსხვავებით მასმედიის წარმომადგენლებს 3 მეტრ დისტანციაზე ფოტო-ვიდეო გადაღების უფლება უბანზე არ ეკრძალებათ. ჟურნალისტს უნდა მიეცეს იმის უფლება, რომ ფოტო გადაღება და ვიდეო გადაღება არ უნდა იკრძალოს და ამ კუთხით მინდა ვთქვა, რომ რაღაც ცვლილებები შევიდა, რაც მისაღებია და იმედია, რომ შემდეგ არჩევნებზე საერთოდ გაუქმდება ის ცვლილებები, რაც მაგალითად 2012 წლის CSCOM მიიღო. რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, მინდა ვთქვა, რომ მისასალმებელია იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ბევრი ცვლილებები შედის ყოველ საარჩევნო წელს კანონში და ეს ცვლილებები აუცილებლად უნდა იცოდეს ჟურნალისტმა, იქიდან გამომდინარე, რომ ინფორმაცია მიაწოდოს ობიექტური თავის მკითხველს. მოგეხსენებათ, გარკვეული ცვლილებები იქნა შეტანილი 2013 წელს საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით. ისინი გაეცნენ ამ ცვლილებებს და ამავე დროს იყო კიდევ საუბარი მასთან დაკავშირებით, თუ რა მდგომარეობა დღეს წინა საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით. შეხვედრა მიზნად მასმედიის წარმომადგენლებსა და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას შორის თანამშრომლობის გაზრდას ისახავდა. საია მსგავსი ტიპის შეხვედრებს საარჩევნო პროცედურებთან და საარჩევნო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების გაცნობის მიზნით ყოველწლიურად მართავს.